აბსურდი, როგორც სამართლებრივი, ისე დემოკრატიული კუთხით, რა გეგმა აქვს რასა იუკნევიჩიანეს საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით? ნაცმოძრაობაში სანტა-ბარბარა გრძელდება, პერსონაჟების ბედზე მოგიყვებით რამდენიმე წამში. მოსახლეობის სეგრეგაციის კლასიკური მაგალითი, რომელიც შორს დგას არა მხოლოდ ევროპული ღირებულებებისგან, არამედ უბრალოდ საღი აზრისგან, ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესული ჩანაწერი სავიზო საკითხებზე მართულ გუნდში უმწვავესი შეფასების საგანი გახდა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, იდეა გამოხატავს მოქალაქეების დაყოფის და დაპირისპირების განზრახვას იმ ფონზე, როდესაც საყვედურობამ პოლარიზაციის გამო თავად იყენებენ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებს საზოგადოების ფრაგმენტაციისთვის, თქვა მაკაბოჭორიშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობაში იმედი გამოთქვეს, რომ ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს აი ამ აბსურდულ შეთავაზებას, ხალხის კატეგორიებად დაყოფა და პრივილეგიების დანაწილება, რაც იურიდიული თვალსაზრისითაც განუხორციელებელი პრინციპია. სააკაშვილის მეგობრის ინიციატივით ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც უვიზო მიმოსვლის უფლება შერჩევითად მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს და სტუდენტებს ექნებათ. ქალი, რომელსაც მშვიდობას ბომბების ცეცხლი ურჩევნია, იმეც უჩივის. ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე მხოლოდ მისთვის სასურველი მედია დაპატიჟა, არადა საუბრობდა ჩვენს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა ცილის წამებას ეხებოდა საჩივარი, ქრონიკამ კი გაარკვია, რომ ნინო ლომჯარია 6 მარტს გასული სიუჟეტის გამოჩივის, რომელიც ეხება მისი და გერმანიის ელჩის დახურულ შეხვედრას. შეხვედრა რომ არ გამჟღავნებულიყო, ლომჯარიამ ტერიტორია საელჩოს ავტომობილით დატოვა, შემდეგ კი საკუთარ ავტომანქანაში გადაჯდა, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით ასევე მართავდა საელჩოს სხვა თანამშრომელი. ბუნებრივია, მაშინ ლომჯარიას არ ესიამოვნა მისი საიდუმლო შეხვედრის დეტალების გამჟღავნება, ახლა კი სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. იგი ფავორიტების ომი გრძელდება სააკაშვილის კარზე, ნანუკა საქმეშია, ზღვის სანაპიროდან პირდაპირ ხალხში გავედიოთ, ან მაუწყებლობს სოციალურ ქსელში, რეგიონები უნდა შემოვიარო და ხალხის ხმა პარტიის წევრების სათქმელი უნდა მივიტანო. მიშამდეო, სხვათა შორის ეს ძალიან უხარიათ ამ პარტიის ყველაზე კოლორიტულ თუ ეპატაჟურ წევრებს, წავიდა გუგუნი ნაცმოძრაობაში ამ სიტყვებით ეგებებიან ნანუკა ჯორჯოლიას. სააკაშვილმა სხვათა შორის დაადასტურა, რომ მისი დავალებით მოძრაობს რეგიონებში ნანუკა და ის ასევე წერს, თიკაც ცხადია რჩება პარტიაში. აქ ორი აქცენტია, თინა თინ ბოკუჩავა, როგორც მინიმუმ თინა ბოკუჩავა, ახლა არის თიკა და ის არის უკეც. ხო, ძალიან სამწუხარო ამბავია თინა ბოკუჩავასთვის, რადგან როგორც კი ახალი ფალავანის ვინაობა გაირკვა, მომენტალურად დაიწყეს თინა თინ ბოკუჩავას უარყოფა ძველმა სახეებმაც, ახალმა და უცნობმა სახეებმაც. მოკლედ, თუ კი რამე პარტიული ცოდვა არსებობს, ეს ყველაფერი ბრალდება თინა თინ ბოკუჩავას, მათ შორის ამომრჩევლის დაკლება, მათ შორის უმძიმესი ინსტიტუციური კრიზისი, ფინანსების ნაკლებობა და ასე შემდეგ. მოკლედ, ბოკუჩავა ახლა არის განტევების ვაცი, მას ემიჯნებიან სააკაშვილზე გაკეთებული განცხადებების გამო, სამაგიეროდ ზენიტშია ბრწყინვალე ნანუკა, მას აქებს ყველა, ვისაც როგორ შეუძლია, ამბობენ, რომ მისი იუთუბერების შემომატებით, მოკლედ აღმავლობის ხანა იწყება ნაცმოძრაობაში. რაც შეეხება თავად ბოკუჩავას ბედს, მას გვარამიაც გაბრაზებული ჰყავს, ლელოს და სხვა პარტიებიც, შესაბამისად ის გადარჩენია დარჩეს იმ პარტიაში, რომლის ლიდერსაც გუშინ იმპულსორს და არა თანამდებობს ეძახდა. ორივე რჩება და ბრძოლად გრძელდება. ხო არ მოვიდა დრო, ჩვენ მხარეები გავინაწილოთ და ჯერ დავაკვირდეთ. შემდეგი გადაცემისთვის გადავწყვეტოთ, ვინ ვის მხარეს იქნება.